საღამოშირობისა მეგობრებო, სად არის ჩემი აქ არის დათვალე. ეს დღეს არის 4 შაბათი, ჩვენ ვართ გაზაფხულის ქუჩაზე, თქვენ კი უსმენთ 98.5 FM, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის რადიო სივრცე. და ეს არის ჩვენი კონსპიროლოგიური გადაცემა ეპშტეინის კუნძული და ჩემთან ერთად მე ვარ ვაკა გორგილაძე, ჩემთან ერთად არიან ჩემი მუდმივი თანაწამყვარები, მუდმივი სტუმრები, ისტორიკოსი გურამ ნიკოლაშვილი და ხან ფილოლოგი, ხან ფილოსოფოსი ზაზა შათინიშვილი. ხან არც ერთი და ხან არც მეორე. მეგობრებო, მოდით ახლა ჩვენ ტრადიციისამებრ მოკლე მიმოხილვა მოვახდინოთ ჩემი აზრით საინტერესო, არა მთავარი, არამედ საინტერესო ამბები. მოკლედ, არის ასეთი გერმანული IT გიგანტი, ყველაზე დიდი კომპანია გერმანიაში, SAP, აი ამ ყველაზე მსხვილმა გერმანულმა IT კომპანიამ უარი განაცხადა გეების და ლესბოსელების კვოტების გაზრდაზე. წარმოიდგინეთ. საშინელება ხდება. ამას კი ახალი ადმინისტრაციის, ტრამპის ადმინისტრაციის ზეწოლით დაასაბუთა გერმანულმა გიგანტმა SAP-მა, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებით არის დაკავებული 40%-იანი კვოტის მიღწევის მიზანზე და დახურა თავისი განყოფილება, რომელიც მრავალ ფეროვნებასა და ინკლუზიურობას ეწეოდა. მოკლედ ეს ყველაფერი ახსნით იმით, რომ ეს ტრამპის ადმინისტრაცია მისი ბრძანების თანახმად მათ შეეზღუდებათ საქმიანობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც გლობალური გიგანტური შესაბამის ტრანსნაციონალური კომპანია. ამიტომაც ამბობენ უარს თქვენ წარმოიდგინეთ და აქ საინტერესო რითი არის ახლა ეს სიახლე, ეს პრინციპში დღეს პრაქტიკულად ყველა ტრანსნაციონალურ კომპანიაში არის ან გაუქმებული ეს ინკლუზიურობის დეპარტამენტები, ან გაუქმების პროცესია, მაგრამ აქ ჩანს ნაცვლად თუ როგორი ერთგულია ეს კორპორატიული ეთიკა რაღაც ღირებულებების მიმართ, აი არის ობამა, ბაიდენი, გვიყვარს გეები და ლესბოსელები. მოვიდა ტრამპი, ისევ შევიყვაროთ ჰეტეროსექსუალ მამაკაცები, აღარ გვიყვარს გეები. და აი ამ თვალსაზრისით, ნუ აღარ აუქმებ რა, ჰეტეროსექსუალურ მამაკაცს, აი ეს ამ იდიოტურ, ესე იგი, არ მიმართავ ამ ყბადაღებულ პოზიტიურ დისკრიმინაციას და ყველაფერი თავის ადგილას. იცი რა არის, ვაკა, თანამედროვე იყო, თუ არის ჰეტეროსექსუალი, მაშინ ქართულად უნდა არა გეი, არამედ ჰეი. ჰეი ვინ მოდის მაგ მომავლიდან? ანუ გეი ვინ მოდის? მაგრამ მეგობრებო, მეცაც გეტყვით, ესე იგი, როცა არ არის გეობა, იწყება ჩვენი დღეობა. ჩვენ სხვა ასპექტი უფრო უნდა გვადარდებდეს აი ამ ქართველებს. არა მხოლოდ ქართველებს, ნორმალურ ადამიანებს. გლობალურ სამხრეთს. ჩვენზე რამდენად თითქმის ნორმალური ადამიანი, მაგრამ მაგასაც მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ, მოდით გავიხედოთ მომავალში. ძალიან შორს არა, აი რაღაც 5 წლიანი პერსპექტივით და აღმოვაჩენთ, რომ შეიძლება კი არა დადგება დრო, როდესაც გეები, ლესბოსელები და ტრანსები ჩვენი დასაცავი გახდებიან. დასაცავი ქართველი მართლმადიდებელი არ საშინელებას ვიტყვი ახლა ზაზა. აბა, სანატრელი გაგვიხდება ეს პუბლიკა. მართლა? ვინაიდან ილონ მასკის რობოტები. ვაი, მაგაშია საქმე. LGBT ხომ ადამიანები არა, ჩვენ ხო ადამიანები გვიყვარს. ეხლა საუბარი არის არა ადამიანებზე. აი პირდაპირ მნიშვნელობით პროდიუსერს ვთხოვ ჩაუშვას აი ეს რობოტის ვიდეო. მოკლედ, რა ხდება ილონ მასკმა საუდის არაბეთში ახალი ვიდეო გამოაქვეყნა. ამ ვიდეოზე თქვენ ხედავთ მაყურებლებო, ვინც ვიდეოზე ადევნებს თვალყურს და სხვათა შორის უყურეთ გადაცემას YouTube-ზე და უყურეთ Facebook-ზე. Radio Space, ანუ სივრცის აკაუნტებზე, ანგარიშებზე, არხებზე, როგორც გეტყვით. მოკლედ, მასკმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჰუმანოიდური რობოტი ოპტიმუსი ცეკვავს. ვერაფრით ვერ გაარჩევ ადამიანისგან. ანუ გულისხმობ პლასტიკას. არა, თუ უბრალოდ ცეკვავს. მომისმენი იცი რა, თუ ცეკვავს ქართულ ცეკვას, მაშინ ეს ჩემთვის მისაღებია. აი, მინაოს ხوار ცეკვავს. მისაღები იქნება თუ არა ეს და რა იქნება მისაღები, ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ. უბრალოდ რაზე არის საუბარი? საუბარი არის იმაზე, რომ ეს რობოტი თვითონ, ანუ თვით შესწავლის უნარი გააჩნია, reinforcement learning, ეს არის, ესე იგი, აი ამ
ცდისა და შეცდომის საშუალებით ის იღებს ცოდნას. წარმოიდგინეთ ახლა უმაღლესი შეუძლია ჩააბაროს. უმაღლესი კი არ შეიძლება ჩააბაროს. მას უმაღლესი აქ ის არის აღჭურვილი, იქნება აღჭურვილი ხელოვნური ინტელექტით. დამკვეზე არის დამოკიდებული. შენ უკვეთავ ილონ მასკს ამ შემთხვევაში. ხო, სერიული წარმოება იწყება 2030 წელს. 5 წელიწადში სულ 30 მილიონი რობოტი. შენ უკვეთავ, ეუბნები, მე მჭირდება რა თქმა უნდა, მას ექნება ეს ხელოვნური კანი, ან კლონირებული ადამიანის კანი, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მოკლედ ვერ გაარჩევ. ეტყვი შეუკვეთავ სქეს. მაგალითად ამბობენ იმასაც, რომ სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებად შეგეძლება ამ რობოტს სურვილის ამები შეიძლება გელაპარაკებოდეს სხვადასხვა ენებზე. ან მაგალითად უკრავდეს რაღაც ინსტრუმენტებზე. არა, იცი, თუ მონიკა ბელუჩისაგან ვერ გავარჩევ. დაე. და ამ თვალსაზრისით არის საინტერესო რა დაემართება ამ სოციალურ კავშირებს. ხო? ანუ ჩემტერს ატომიზაცია საზოგადოების, ოჯახის როგორც ფუნდამენტური სოციალური ინსტიტუტის დეგრადაცია. აი, გურამი გეი ქორწინება არსებობს, რობო ქორწინებაც იქნება. არა, მომისმენე, პრობლემა იქ არ არის, რომ მოიყვან თუ არ მოიყვან. თავარი არის, რომ შენ ვერ განასხვავებ, შენ არ გეცოდინება ეს შენი ცოლი. სულია თუ რობოტი. როგორც დააპროგრამებ, ეგ არის. ხუდია თუ ბოხოხი. თავარი მას არ ექნება სული. ორი არის ხუდია თუ ბოხოხი. შენ შემთხვევაში, ეხლა მე წარმომიდგენია. არა, მე საცა ჩათილის უკვეთავს კათოლიკე რობოტს. არა, რომელიც ლათინურად ელაპარაკება. მე პრობლემა არა, მაგრამ რაღაც ენციკლიკებს უკითხავს, რაღაც მალერის სიმფონიებს შეასრულებს. შენ არც ხალი შეიძლება არც რობოტი. გამომდინარე იქიდან რომ ხალხის გულიდან გამომდინარე. ორთოდოქსი ქალიშვილი რობოტი. არავითარი არა იმრუშო. კარგი. მაჭორის რობოტი. არავით არის სხვა რობოტი არ გაგაჩნია. არ გამაჩნია. სხვა რობოტი უფრო ბოროტი არ გამაჩნია. მოკლედ, აი ამაზე მინდა, ესე იგი, ამაზე მინდოდა მეთქვა, რომ აი ეს რობოტი სულ რაღაც ხუთწლიანი პერსპექტივაში და სხვადასხვა იაპონელები მოვალწეს აპირებენ ამ ტიპის რობოტის გამოშვებას. მოკლედ ამ ყველაფერს ვადენო თვალყური. მე ბავშვობაში წავიკითხე ერთ-ერთი საბეჭდილება რაღაც მოახდინა, ეს იყო აიზეკ, რომელიც აღმოჩნდა თუ მე ისააკი არის, აზიმოვის მე რობოტი, ეს იყო ჩემი უსაყვარლესი წიგნი. მე წავიკითხე რუსულად. ყველა გვერდს ფურცავდი რომ ბოლოში ეგ წამე. ია რობოტ. ახსოვს? სამი პრინციპი რობოტმა როგორ რობოტის ქცევის სამი პრინციპი გახსოვს? ლუკ ბესონმა გადაიღო მეხუთე ელემენტი, ყველაფერი ხდება. კალ ჩაპეკმა 1920 წელს შესული არის იმაში რა ქვია სალამანდრებში. არა, ვებსტერში არის შესული რობოტ არა, სალამანდრებში არის ნახსენები. მისმა ძმამ უკარნახა. კი, მაგრამ რობოტ რაბოტადან. რაბოტა. ეს არის გარდაუვალი. კი. ეს ყველაფერი გაკეთდება. ჩვენ უნდა ეს აი ამაზე ვისაუბროთ, გარდაუვალი რომ არის და ბუნებრივია ეს გარდაუვალია და ეს ადამიანს განსაკუთრებით ეს გამომგონებლის ეს რაღაცა რომ შეიძლება გამომგონებელმა შეეკრას ეშმაკს რაც გიოთემ დაწერა, მაგრამ გააკეთოს ეს უზრუნველყოს გამითა ჩვენ ამას ვერ შევაჩერებთ და როდესაც დავიწყებთ საუბარს საგნოდ, რა თქმა უნდა, ვერ შევაჩერებთ, არც შევაჩერებთ. ამ შემთხვევაში რა გველის. მოკლედ, ეს არის მასკი, ეს არის საუდის არაბეთი, რა კი საუდის არაბეთზე ვსაუბრობთ. მინდა ვთქვა შემდეგი. ანუ ილონ მასკმა ნიღაბი ჩამოიხსნა. მოკლედ, ტრამპი შეხვდა ბინ სალმანს, ეს არის პრინცი, ფაქტობრივი მმართველი საუდის არაბეთის და იქ რაღაც ტრიუმფალური შეხვედრები გაიმართა, მოკლედ 600 მილიარდიანი კონტრაქტები, აქ საუდის არაბეთი ყიდულობში არაღებას, პენტაგონთან შესაბამისი კონტრაქტები ენერგეტიკაზე და ასე შემდეგ და მინდა ჩაუშვათ ვიდეო, სადაც მიმართავს ბინ სალმანს ჩვენი დონალდ ტრამპი. აბა მოусმინეთ აიღეთ ეს აღულები. I want to thank His Royal Highness the Crown Prince for an incredible introduction. He's an incredible man. Known him a long time now. ეს ამბავის პარსული. There's nobody like him. მოკლედ ტრამპი ამბობს, რომ ეს არის არაჩვეულებრივი ადამიანი. მე ასეთ მეორე ადამიანს
And it's a tremendous honor to return to this beautiful რომ ეს არის აი გადასარევი ადამიანი და ასე შემდეგ. ეხლა რატომ ვამახვილებ ყურადღებას და აქაც ღირებულებით საკითხებს ვეხებით. აი ნახე. ჟურნალისტების ახსენება ხوار გინდა. ბინ სალმანმა ჯერ კიდევ რაღაც 7 წლის წინ 2018 წელს თქვენ იცით რომ ამას მე კი არ ვამბობ, ამას ამბობდა ამერიკული პრესა, სწორედ ამერიკულ მედიაში ატყდა ამბავი და მე თელმა სოფლიო მედიამ აიტეხა. მთელი ამბავი მოკლედ იყო ესეთი პოლიტიკური აქტივისტი, ჟურნალისტი ხაშოვს გულისხმობ, რომელიც შევიდა საკონსულოში თურქეთში, საუდის არაბეთის ტერიტორიაზე და აღარ გამოვიდა და ესე იგი როდესაც ატყდა მთელი ეს ამბავი, აღმოჩნდა რომ ვერ გამოვიდა ხაშოგი, იმიტომ რომ ის მოკლეს მეტიც შეჭამეს და ნაწევრეს და ისე გაიტანეს საკონსულოს ხოთაშორის ცხედრი დღემდე არ არის ნაპოვნი. მოკლედ ეს რაც შეეხება და ბუნებრივია ყველა აბრალებდა იმას ბინ სალმანს, ვინაიდან და ბინ სალმანის პირადი მტერი იყო და ასე შემდეგ. მაგრამ ახლა ჩაუშვათ მეორე ვიდეო. ამ მეორე ვიდეოში I will be ordering the cessation of sanctions against Syria in order to give them a chance auditorias რომ მან მოუხსნა სირიას ყველა სანქცია და მისი აპლოდისმენტები არის ძანაკოფილი ბინ სალმანი ამის გამო და ტრამპი იქვე ეუბნება ამ ჩანაწერში არ არის მე მგონი რომ რას არ მე ეს გავაკეთე შენს გამო ბინ სალმანს მიმართავს და მესამე კიდე არის იქ ფოტო სადაც ტრამპი ხვდება და ხელს არტყევს ალ-შარას სირიის პრეზიდენტს თან ძალიან ის არის სასაცილოა არავის მიერ არ არის არჩეული ეძახიან არის დანიშნული პრეზიდენტი საკუთარ თავი დანიშნა მოკლედ აშარას შეხვდა და ეს მიულოს აი სანქციების მოხსნა და ასე შემდეგ უბრალოდ შეგახსენებთ რომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ამერიკის შეერთებული შტატები აშარას ანუ მანამდე ალ-ჯულანის რო ეძახდნენ მის დაკავებისთვის ან ლიკვიდაციის სანაცვლოდ $10 მილიონ 10 მილიონიანი ჯილდო იყო დაწესებული. მოკლედ აი ეს არის ეს მეტამორფოზები რაც ხდება ესე იგი საუდის არაბეთში დღეს დამთავრდა დასრულდა წარმატებით ეს ვიზიტი და ეხლა მე მგონი ყატარში ჩადის თუ უკვე არის ყატარში. მოკლედ მე ეს აბსოლუტურად არ მაღიზიანებს ის რომ ტრამპის სხვათა შორის ამ თვალსაზრისით ყველაზე პატიოსანია და არ თვალსმაგცობს. ეს არის რეალური პოლიტიკა, ის ხედავს რაღაც ინტერესებს, გარდა ამისა მიზანი ამართლებს საშუალებას, თუ კი მიზანი არის დიადი და რა მართლაც დიადი მიზანია, ის ცდილობს ახლო აღმოსავლეთში ესეთი კონსტრუქციის შექმნას, სადაც ერთმანეთში ითანამშრომლებენ ებრაელები, არაბები, სირიელები, პალესტინელები და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ მე მახსენდება ეს მსვლელობა ამერიკის საელჩოსკენ, ჩვენი ამ პუბლიკის. და აქვე იბადება კითხვა. ანუ შენ გიხარია, როდესაც კონგრესი ამერიკელების იღებს რაღაც აი ამ მარაზმს, რომელიც აი ორუელის საუკეთესო ტრადიციების თანახმად არქმევს მეგობარი აქტს, ხო? და ამბობ რომ აი ეს რაღაცა ღირებულებები რაღაცა ჩვენ მივესალმეთ ჩვენს მეგობარს, ვინაიდან იცავს ამ უმრავლესობის მოსახლეობის ინტერესებს და მის დემოკრატიულ ღირებულებებზე არის საუბარი, როდესაც კიდევ ერთხელ ვამბობ, ბინ სალმანი არის ადანაშაულებდა მთელი სოფლიო პრესა მკვლელობაში. გარდა ამისა, საუდის არაბეთი ეს ხო აბსოლუტური მონარქია, ეს ხო თეოკრატიული მონარქია. 2 წლის წინ ქალებმა მიიღეს ეს რაღაცა მართვის უფლება პირველად ისტორიაში. მეორე ჯერ 2-3 წლის წინ ეს კაცი ბაშარზე მაქვს საუბარი აჭრიდა თავებს სხვადასხვა იქ სირიელებს, ქრისტიანებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? მოუხსნა სანქციები. დაპირდა სტიმულებს სხვადასხვა ინვესტიციებს, პირდება, ესე იგი, ბრწყინვალე მომავალს. აი რა მორალია, რა ღირებულებებით ხელმძღვანელობს ეს პუბლიკა, როდესაც ამერიკელებს უხდის მადლობას იმაში, რომ ისინი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ დააწესეს სანქციები
დემოკრატიული ნორმების დარღვევისთვის თურმე. და როდესაც ჩადის პრეზიდენტი და ვისაც არც ბევრს ხელს, აღარ გავიმეორებ, ხო? შემდეგი ხوارსავს ორი რუსეთი. აქაც არსებობს ორი ამერიკა. ეს არის ტრამპის წეული ამერიკა, რომელიც არ გვიყვარს, მაგრამ დროებით მის გვიყვარს. არის ჭეშმარიტი ამერიკა, ლიბერალური ამერიკა, რომელიც უნდა დაბრუნდეს. ამიტომაც ხოთაშორის არც ერთ ქვეყანაში ამერიკის საელჩო ისე არ დუმს, საგანმანათლებლო პოსტებს მაინდებს ხოლმე, ხოთაშორის მოსკოვშიც კი ამერიკის საელჩო, როგორც ჩვენთან. ჩვენთან არის სრული დუმილი და სხვადასხვა ამ დუმილზე იყო ის წერილიც, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრის. და აქ ჩვენთან დიდი ხანია, რომ ჩვენ ცხოვრობთ უკვე განსხვავებულ რეალობაში, სადაც წარსულის წესები და კანონები რაღაცა მართავენ ინერციით მთელ პროცესს და საერთოდ არანაირი შეხება აღარ აქვს იმ გლობალურ პროცესებთან, რაც მიდის სოფლიოში. და სადაც შენ ახლა მორალურ ასპექტს შეეხე, ხო, ამ ნაწილის და ამ საკითხის. სადაც გარდა ამის ამ ყოველთვის უკან დგას ძალიან ცივსისხლიანი, ძალიან კარგად დათვლილი ეკონომიკური საკითხები. 1 ტრილიონი პირდაპირ დააწესან ტრამპმა და პირდაპირ ლაპარაკება, რომ ვალდებულება აიღოს, რომ უნდა ჩაიდოს ამერიკაში. 150 მილიარდი სამხედრო შეიარაღებაზე უკვე გააფორმა კონტრაქტი. ეს იარაღი უნდა დაიხარჯოს სადღაც, ხო? და ბოლოს აღმოსავლეთი კიდე კონფლიქტების კერა. ბიზნესი რომელიც წაყვა თან ტრამპს. ანუ მე უბრალოდ აქ ამოვიღე დაახლოებით 10-მდე გვარი. გარდა იმისა, რომ ცხადია ელონ მასკი წაყვა და რაზეც ილაპარაკე რობოტებზე, ხელოვნური ინტელექტის სემ ალტმანი, Amazon-ის CEO Andy Jassy, General Electric-ი, Boeing-ი და Miami-ის მერი, რომელიც ელოდება დანიშვნას. და აქ საინტერესო რა თქმა უნდა ორი ადამიანი. ეს არის ბატონი Larry Fink-ი და Steven Schwarzman-ი, BlackRock-ი და Blackstone-ი. ანუ ის რო აქ რაღაცა იყო გაყოფა, იქ რო რაღაცა სიტყვაზე ჩვენთან იყო დახმარება ტერმინი deep state-ის ეგრეთ წოდებული rebranding-ი, ხო? ეს ბუნებრივია, რომ ესე მოხდება ახალი ეკონომიკური ინტერესების ქვეშ. და რაც თავარია, საბოლოოდ უნდა სანამ დავასრულებ, გავიხსენო ის სკანდალი, რომელიც ეხაც მიმდინარეობს, თორე რომ ტრამპი ჩავიდა საუდის არაბეთში, გადავა კატარში, შემდეგ გადავა გაერთიანებულ ემირატებში. აქვე ცოტა ხნის წინ გავრცელდა, რომ პუტინს შეუთვალა, რომ აი ხრო სტამბულში თან მოლაპარაკები მიდის, რომ მე ჩამოვალ სტამბულში თუ შენც ჩამოყვალ და მზად ვარ შეგხვდე. მაგრამ შეიძლება ჩახვიდე სტამბულში, მაგრამ მე არ აღმოჩნდე სტამბულში. ამიტომ წინასწარ შეუთვალა, მე ახლოს. ანუ ტრამპი იქვე არის სიახლოვეში იმისათვის, რომ საჭირო მომენტში ანუ ის მზად არის რომ გადავიდეს და რაც თავარია მან გარდა იმისა რომ აი ამ იმაში რა ქვია ამ ადგილას ჩადის კონფლიქტი ისა სკანდალი აგორდა იმაში რომ მან თქვა რომ ყატარი აძლევს ახალ თვითფრინავს აბსოლუტურად ლუქს კლასის და შიგნით მოწყობილ მას უყვარს ესეთი მდიდრული აპარტამენტები რამდენი 400 მილიონი 400 მილიონი ის მარტო თვითფრინავი მან თქვა რომ ამას მივიღებ რა თქმა უნდა უბრალოდ იქნება ამერიკის Air Force 1 ხო? ანუ ამერიკის ნომერი 1 თვითმფრინავი საპრეზიდენტო გადაეცემა ანუ კაცმა არის ამასობაში შეიქნება ყოველ შემთხვევაში ის ამით იფრეს მაგრამ კიდევ ლაპარაკი არის golf course-ზე და სერიოზულ ფულზია იქ ლაპარაკი რომელიც შესაძლოა ყატარის ურთიერთობებს ევროპასთან რომელიც ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონის სოფლიო ჩემპიონატის ჩატარებიდან მომდინარეობს და ძალიან ბევრი სკანდალი და კატარგეიტი დღემდე მიმდინარეობს ევროპაში მაგრამ ეს არხები ურთიერთობა ევროპისა და კატარის არსებობდა ამ არხებმა შეიძლება ითქვას რომ ამ არხების გავლით კატარმა მოახერხა ის რაც ხმებმა ვერ მოახერხეს დაჭირდა ამას უკრაინის სცენარ ევროპულ სცენარზე დათანხმება მოხდა კატარის გავლით იმ ტრამპი არის აბსოლუტურად ბედნიერი იღებს იქიდან ეს იმყოფება მისთვის ძალიან ორგანულ გარემოში ამ კორპორატიულში სადაც არსებობს ერთმართველობა და ადვილად მიიღება გადაწყვეტილებები მას ყავს საყვანილი მთელი მსხვილი ბიზნესი ის არის ბედნიერი იღებს ამ საჩუქრებს იღებს ამ გარიგებებს და ყოველ შემთხვევაში შემდეგ უკვე ვნახოთ აქედან რა გამოვა, იმიტომ რომ აქამდე ყოველ შემთხვევაში დაანონსა ჯერჯერობით არაფერი არ შესწორდა. ყველა თემა შევეხებით ჩვენ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ნიუსი, პროდიუსერს ხო ჩვენი ურსულა ფონ დერ ლაინი, მოკლედ გაიმართა სასამართლო პროცესი და ფონ დერ ლაინმა ეს სასამართლო პროცესი წააგო. ეს კი რა არის საგანი? თქვენ იცით რომ ფონ დერ ლაინმა გააფორმა მრავალ მილიარდიანი გარიგება Pfizer-თან. ოღონდ პრობლემა არის ის, რომ ჩანაწერები არ არსებობს. არც შეტყობინებები, არც ჩანაწერები, არც მესამე პირი ესწრებოდა ამ გარიგებას. და მოკლედ გაამტყუნა ფონ დერ ლაინი სასამართლომ. თუმცა რას აკეთებს ფონ დერ ლაინი? საპასუხოდ დღესვე აქვეყნებს შემდეგ პოსტს. მე მივესალმები ჩვენი მე საანქციების პაკეტის შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ.
ჩვენ კიდევ უფრო ვიზღუდავთ ხელმისაწვდომობას სამხედრო ტექნიკაზე. ჩვენ სიაში ასევე შევიყვანეთ კიდევ 190 გემი ჩრდილოვანი ფლოტიდან, რომელიც ენერგო რესურსების ექსპორტზეა ორიენტირებული რუსეთიდან. ეს ომი უნდა დასრულდეს, ჩვენ გავაგზავნებთ ზეწოლას კრემლზე. ანუ დასავლელი ლიბერალის ტიპიური უკვე სტერეოტიპული სევა რა არის? რა საზიზღრობოც არ უნდა ჩაიდინოს. იქვე არის განტევების უაზის ძებნა არც არის საჭირო, იმიტომ რომ არის დანიშნული რუსეთი და რუსეთი, კრემლი, ეს არის აბსოლუტური, ესე იგი, ჯოჯოხი, რომელიც გააправებს ნებისმიერ უმსგავსობას, რომელიც არის ჩადენილი დასავლელი ლიბერალი და ჩვენი ლიბერალების და სააკაშვილის მმართველობის პერიოდი, ეს არის ყველაზე ესეთი მკაფიო მაგალითი, ხო? როდესაც დევნას აწარმოებდნენ, როდესაც დახვრიტეს ასობით ახალგაზრდა, როდესაც მიმართეს უპრეცედენტო რეპრესიებს და 400,000 ადამიანი პენიტენციაურ სისტემაში გაატარეს. ვინ იყო დამნაშავე? რა თქმა უნდა, სისხლიანი პუტინი. მაგრამ საქმეც რა არის? ამ ომს ეხლა გურამიც ამაზე საუბრობდა და აბსოლუტურად ვეთანხმები რაში ამ ომს დაასრულებს არა სანქციების შიში თითქოს რომელიც რუსებს საერთოდ არ გააჩნია, იმიტომ რომ ნუ გინდის გიგიღე 39,000 სანქცია გინდა 41 რა. საინტერესო რა მოხდა სხვა სასამართლოში, რომელიც გაიმართა შვეიცარიის კანტონ ცუგის სასამართლოში, კერძოდ გამოჩნდა ვიღაცა ინვესტორი, ჯერ არ ასახელებენ ვინ არის, რომელმაც გამოთქვა დაინტერესება Nord Stream-ის შეძენას. ანუ Nord Stream 2 იყიდება. სასამართლო ხა სწავლობს, რამდენად მართლებულია, რამდენად სანდო ეს ინვესტორი. ანუ ნახეთ რა ხდება. არის განაცხადი შეტანილი და არის უკვე თანხმობა მიღებული. რო კი ბატონო, შენ შეგიძლია იყიდო. ბუნებრივია ეს არის ამერიკელი ინვესტორი, რომელიც გადაიხდის 10 მილიარდ დოლარს, რომელიც გარდა ამისა გადაიხდის რაღაც თანხას, რომელიც სჭირდება აი მეორე მილის გასარემონტებლად, აფეთქების შედეგად, რომელიც დაზიანდა. შემდეგ ეს ინვესტორი უსტ-ლუსკი ქვია, აი ამ ямალზე ამდებარე, ესე იგი, აი ამ გაზის იმას რა ქვია, საბადოს. ყიდულობს რუსულ გაზს, ამ ესე იგი თავის უკვე პრივატიზირებულ ნაკეთ იმაში მილების მეშვეობით აგზავნის ამ გაზს ევროპაში და ყიდის როგორც ამერიკულს. 2035 წლისთვის მე მგონი ნორვეგიული გაზის მარაგი იწურება. ეს დამტკიცებული მარაგი რაც გააჩნია რუსებს არის 100 წლიანი. ანუ შედეგად რას ვიღებთ? რომ ამერიკელები რუსების მეშვეობით მთლიანად აკონტროლებენ ევროპის ენერგეტიკას. აი ამ ნაბიჯმა შეიძლება დააჩქაროს ეს სამშვიდობო შეთანხმებები და ამ თვალსაზრისით მართლაც საინტერესოა თუ რა მოხდება ხვალ. მე არ მგონი რომ პუტინი ჩავიდეს, მე მგონი უკვე დასახელებული არის ისევ მედინსკი. ანუ პუტინი არა ერთ მნიშვნელოვნად მეანიშნებს რაზე რომ აი ეს რაუნდი გამიხილოთ როგორც სტამბულის მოლაპარაკებების გაგრძელება, რომელიც სხვათა შორის დაახლოებით ამ დროს შეწყდა 2 წლის წინ. მოკლედ მეგობრებო, აი ესეთი არის ვითარება და მოდით კიდევ 3 წლის წინ. და მოდით ისევ დაუბრუნდეთ ჩვენს პოსტადამიანურ მომავალს. ვერ შევაჩერებთ, არ შეჩერდება და რა გვეშველება. კარგია. მოდი ზაზა. მოდი თავიდან დავიწყოთ ის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მთელი ამბავი არის ის, რომ ომი არსებობს, როგორც ფენომენი. ჩვენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 80 წელი ვიცხოვრეთ ისე, თითქოს ომი არ არსებობს. და ამ დროს ომი არსებობს. და ყველაფერი შეიცვალა და ყველაფერი შეცვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დაიწყო ომი. ომი რა არის? როგორც ჰერაკლიტი ამბობდა, ომი არის ყველაფრის მამა და ყველაფრის მეფე. ომი ანაწილებს ადამიანებს მონებად და თავისუფლებად. ომი ანაწილებს ადამიანებს ღმერთებად და ადამიანებად. ნუ რა ხდება?
რეალურად არის სიტუაცია ესეთი, სხვა შორის იყო ძალიან არაჩვეულებრივი მეტაფორა თავის დროზე, რომელიც მე მგონი ახლა ამ ომმა გამოაჩინა, რომელსაც ქვია ჰამბურგული ანგარიში. ჰამბურგის ანგარიში. კერძოდ 20-იან წლებში გაჩნდა ეგეთი ძალიან საინტერესო, ეს ფენომენი მანამდეც იყო ცნობილი. რომ ეს მაშინ რაც დღეს კიკბოქსინგია, მაშინ იყვნენ მოჭიდავეები და როცა ჭიდავდნენ ეფექტისთვის. მაგრამ წელიწადში ერთხელ ჰამბურგში იყრებებოდნენ, სადაც არავინ არ უყურებდა მათ და სადაც ისინი ჭიდაობდნენ რეალურად. აი ვინ არის სინამდვილეში. და აი ჭიდაობდნენ უშნოდ, ულამაზოდ, აი ბოლომდე. ივან პადუბა და გენიალურმა რუსმა ფილოლოგმა ვიქტორ შკლოვსკიმ 20-იან წლებში გამოიყენა ეს მეტაფორა ლიტერატურაში. რომ ვინ არის აი სინამდვილეში რა ხდება. აი დღეს არის სიტუაცია, როცა ვიღაცა პოპულარულია, ვიღაცა ნაკლები, ვიღაცა კარგად იკითხება, ვიღაცა სულად იკითხება და გამოიყენა ეს მეტაფორა და მაშინ ეხლა მე შევეცდები გადავიყვანო ეს აი ძიუმა, ალექსანდრ ძიუმა არის ძალიან ხშირად ფორმაში არ არის და არის ხალიჩასთან. ჟორჟ სანდი ჩავთვალოთ კაცია. არის ძალიან ისეთი რა ჩატეწონოსანი. აი ბალზაკი არის ჩემპიონი. აი თუ ამ სიტუაციიდან შევხედავთ არა რეალურად სიტუაციას იგებს ის, ვინც იგებს ფრონტზე ომს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ესეთი წარმოდგენები, რა ხდებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს, ვინ იგებდა, ვის ხარაზე იყო, ვინ მოიგო ეს ომი, როცა დამთავრდა ყველა ჩვენი ისა გვაქვს ხო, ამერიკას მეაჩნია, რომ მეორე მსოფლიო ომი ამერიკამ მოიგო, ევროპას მეაჩნია, რომ ნეტა არ მოიგო სტალინს, იმიტომ რომ სტალინი ჰიტლერზე უარესია. არა, აქ მე მგონი ტერმინები, ანუ გვეშრება რა, არის გამარჯვებული ომში და არის მოგებული. აი მოგებულის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები არიან ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მოიგო ომი. ანუ მოიგო ეკონომიკა, გახდა ყველაზე მსხვილი ეკონომიკური. ეს ასე ამას მეტყველებს მონაცემები ჯაზა. 51% სოფლიო ეკონომიკის. არა, იცი რა, რაღაცა აზრით. 400.000 ადამიანი დაღუპული და მოგებული ომი, გამარჯვებული ომი. გასაგებია, მაგრამ ორ სიტუაცია, მოდეღა ცოტა ობიექტურები ვიყოთ რა. ესე იგი, გასაგებია, რომ საბჭოთა კავშირმა ეს ომი მოიგო, გაიმარჯვა. ეს ომი ამ ომში გაიმარჯვა ხმელეთზე. მაგრამ მეორე მომენტია, როცა ტრამპი ამბობს, რომ მეც გავიმარჯვე, არამედ მოვიგე. აქ არის და მხოლოდ მე გავიმარჯვე. არა, გასაგებია, მაგრამ უყურე რა არის პერლ-ჰარბორი, არის და ჩემს გარეშე დამარცხებული. არის საჰაერო და გასაგებია. საჰაერო ომი და ომი ოკეანეში. კი. იქ წყნარ ოკეანეში აი მომისმინე აი მაგალითად ეხლა სტატისტიკურ ფაქტს მოგიყვან არა აი ძალიან საინტერესოს პირველი წლის განმავლობაში გერმანელებმა ჩაძირეს 365 ამერიკული გემი კი და თვითონ ამერიკელებმა ჩაძირეს გერმანული 32 შეგესწრეს ელაპარაკი ანუ ეს გერმანული ეს მანქანა იყო გამაოგნებელი მე დღემდე არ მესმის საბჭოთა კავშირმა როგორ მოიგო ეს მომენტი რომ რეალურად გერმანიამ გააერთიანა მთელი ევროპული ეკონომიკა და მთელი აი საუკეთესო მაგაშია საქმე რომ ლენდლიზის გარეშე მე აფლად არ ვეთანხმები მაგრამ ბევრი ისტორიკოსის და ეკონომისტის მოსაზრებით ვერ გაიმარჯვებს ლენდლიზი ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ იგებს ჯარი იგებს ომს იგებს სახმელეთო კარგი ამასთან ამ უკრაინულ კონფლიქტთან დაკავშირებით რა რისი თქმაგი რატომ მოყავს ეს ისტორიული პარალელები და ისტორიული პარალელები იმიტომ მომყავს რომ ჯერ ერთი ესე იგი ეს იყო ვერცერთმა პოლიტოლოგმა ვერ შეძლო პროგნოზირება ყველა მიცოდა რომ ომი შესაძლებელია მაგრამ აი ვერ მოძებნით ვერ აი შეეცადეთ ვერავინ ვერ შეძლო პროგნოზირება იმის რომ ეს იქნებოდა 4 წლიანი ომი სადაც ტიპოლოგიურად იქნებოდა პირველი მსოფლიო ომის სიტუაცია
ანუ რასაც ქვია პოზიციური ომი. არ არსებობს ესეთი არც ერთი სამხედრო ექსპერტი, არც ერთი კი ბატონო და რომელიც ამას შემდეგ და საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ომს იგებს ის ვისი ჯარისკაცი როცა რეალურად როცა შენ პუტინმა გამოცხადდა ახლა რიცხვები დაახლოებით რაც არ უნდა ახლა ვილაპარაკოთ რეალურად ეს რეალური რიცხვებია ყოველ თვეში რუსულ ჯარში მიდის 50000-დან 60000-მდე მეომარი რომელიც ხელს აწერს ამას და არ ხდება მისი ძალადობრივი მობილიზაცია და უკრაინაში ძალადობრივი მობილიზაციით მიდის 30000 ადამიანი ანუ როდესაც 2022 წლის შემოდგომაზე ოქტომბერში რუსებმა ეს ომი გადაიყვანეს პოზიციურ ომში რაზე დადგა ყველაფერი ვის მეტი რესურსი აქვს რა თქმა უნდა ვის შეუძლია მობილიზაცია და ვის აქვს ეგრეთ წოდებული VPK ანუ თავის დროზე ამას ერქვა ქართულად военно-промышленный კომპლექს მაშინ ამას ერქვა ქართულ ენაზე სამხედრო სამრეწველო კომპლექსი აღმოჩნდა რომ მთელი ნატო ამერიკის შტატები ვერ აწარმოებს იმდენ ჭურს მეც გეტყვი ამერიკის შეერთებულება პლუს ევროპა ვერ აწარმოებს და აქ პრობლემა ძალიან მარტივია თქვენ იცით რა არის თვითღირებულება ამერიკაში ან ევროპაში წარმოებული ჭურვისა დღეს აღწევს 6-დან 8000 ევრომდე დოლარამდე და მათ შორის რუსეთში 10000 მარკი გურამ შენ რატომ დავიწყეთ რობოტზე და რატომ დაუბრუნდით ამ იმაზე ესეც ძალიან საინტერესოა ანუ ზაზანეს დაინახა მოკლედ და შენთვის რა არის აი ამ სიახლეებში ის მიმოხილვა ჩვენ მოვაქცეთ რა არის ნიშანდობლივი და რას ფიქრობ მე პირველ რიგში ზაზას უნდა დავეთანხმო ამიტომაც იყო საბჭოთა კავშირის მსხვერპლი 27 მილიონი აი რობოტებიც რო გააკეთო და ის გახსოვთ ბავშვობაში რო იყო რა იმას არგონავტებზე ფილმი ეს აიეტის რობოტები რო გამოდიან დრაკონის კბილებიდან რო აღმოცენდებიან სხვადასხვა რუსებს აქვს და თუ არ ვწდები პუტინსაც აქვს ნათქვამი რომ იცით რა არის მათი ტექნოლოგია ძალიან რთულია ჩვენ პრიმიტიული ტექნოლოგია გვაქვს იმას ვჭირდება დეინი პროგრამული უზრუნველყოფა ასე შემდეგ ეხლა უკრაინას რომ მიცეს 310 ტრამპა რო დაუმტკიცა აი როგორც კი მინერალებზე ხელმოწერა გააკეთა 310 მილიონის დახმარება სულ პრაქტიკულად მხარდაჭერისმული უკვე არსებული იარაღის F-16-ების პროგრამული უზრუნველყოფა ჭურვები აი ეს მხარდაჭერითი ტრანშია ესე ვთქვათ ეს არის არაფერი ახლის მიცემა ხო და მეორადი ნაწილები და ასე შემდეგ. ამიტომ საქმე იმაშია, რომ ძალიან საინტერესო იქნება ეს დღეები, როგორ მოხდება, ანუ აი ტრამპის არაბული ტრიუმფის და არამული ზღაპრის შემდეგ. იქ რეალურად რა შედეგს მიიღებს, ყველაზე მეტად რაც უჭირს დასავლეთ სამწუთას არის ის, რომ რატო რთულდება ამ გარიგების მიღწევა, ხო? იმიტომ რომ იქ მოხდება, რაც აქამდე არ ხდება, პირველად აღიარება და დაკანონება და ეს ნოტები უკვე გაისმა, რაღაცა რაც მოიგო რუსეთმა. ანუ შეუძლებელი იქნება, რომ რაღაცა კონტექსტში რუსეთის მოგება არ გამოჩნდეს, ხო? დღეს უკვე მაკრონი იძახდა, რომ ანუ ფაქტია უკვე რომ 2014 წლამდე რეალობას უკრაინას აღარ აქვს თავი რომ ეს აღიდგინოს. უკვე ჩვენ აღარ აქვს თავი რომ მივაწოდოთ იარაღი. ანუ გაგვითავდა რაც შეგვიძლია ის მიწოდებაც მივაწოდეთ. და რომ უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი. ანუ ერთის მხრივ ეს არის რიტორიკა რომ ჩვენ ხარს უჭერთ უკრაინას, მაგრამ თანათანობით ხდება ამის აღიარება, მით უმეტეს ერთი არის რა გამოდის გარეთ ინფორმაცია და რა ჩვენ შეიძლება წავიკითხოს ტრიქონებს შორის და მის უკან. და რომ პრაქტიკულად ჩვენ გვაქვს ამერიკული ultimatum-ი, რომ იცი რა არის მე ან მიაღწევ შეთანხმებას, ხო, ან მე გავდივდი, მე ეს ომი არ მჭირდება რა. და ჩემთვის სულ ერთია იქ-სად გაივლის საზღვარი, იმიტომ რომ მე მას ურჩევნია. ამერიკა ამ შემთხვევაში სადამ სწორად თქვა, რომ ამერიკა აღმოჩნდა მოგებული, ხო, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ამერიკა ზუსტად როგორც მაშინ წაიღო ნახევარი გერმანია, ასე წაიღებს ახლა და კაბალური ხელშეკრულებით ხავს დაჭერილი ის რაც გადარჩება და მას ურჩევნია რაღაც ქვეყანა გადარჩეს, სახელად უკრაინა, რომელიც აი ეს ექნება ამ რაღაც კონტრაქტით დაჭერილი და მასზე იქნება დამოკიდებული, ვიდრე არა, თუ არა, ამის ერთადერთი ალტერნატივა არის ის, რომ მაშინ ეს არის ჩუმი თანხმობა, რომ ის 27 მილიონს კიდე გამონახავს რუსეთი რა. და შეიძლება გაგრძელდეს ავღანეთის ომი 10 წელი გრძელდებოდა. და ესე გაგრძელდება. ერთ-ერთი ვინც წინასწარმეტყველებდა ამ ომს იყო ალექსი არესტოვიჩი, რომელიც ეხლა 2035 წლამდეა სხვადასხვა ფაზებით. ეს ძალიან გრძელი ომია იძახდა. შეიძლება შიგადაში გაჩერება მოჩეს, მაგრამ მოხდეს, მაგრამ რუსეთი არ გაჩერდება, იმიტომ რომ მან სტრატეგიულ მიზანს უნდა მიაღწიოს. და 4 წელი უკვე პრაქტიკულად შესრულდება, ხო, 3 წელი და ნახევარი გავიდა. აქედან გამომდინარე
მაშინ ეს ნიშნავს დათმობას, გაწირვას უკრაინული სახელმწიფოსი, უკრაინული ხალხის და ოღონდ ვერავინ პროგნოზირებს მერე რა იქნება. რამდენი ხანი დაჭირდება, ჩამოიშლება ფრონტი, არ ჩამოიშლება, მოიგებს თუ რამე უარესი იქნება. ფაქტია, რომ ამ 9 მაისსაც გამოჩნდა, რომ მან მოახერხა შაშანდელი 9 მაისთან შედარებით უფრო მეტი კონსოლიდაცია. ამიტომ ამ დღეებში ეს ძალთა ბალანსი კიდევ ერთხელ გაიზომება და გამოჩნდება რა და როგორ არის და ამას რაღაცა ერთგვარი შეფასება მიეცემა ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც აშკარა არის, რომ ყველანაირი ფარული მექანიზმების ამოქმედება ხდება, ხო? ის დიდი კაპიტალი ისევ დგას ტრამპის უკან და შიგნით არ ხდება იმ ტიპის ბრძოლა, რომ ტრამპს პრობლემა შეუქმნან. მეორეს მხრივ მიმდინარეობს, თქვა და აი ეპშტეინის კუნძულზე დაგროვილი ფაილებით ერთმანეთის შანტაჟი. ფაქტია, რომ შექმნილა კონიუნქტურამ აშკარად ძალიან მოკლე დროში აირჩიეს ჩვენი წინა გადაცემები მიეძღო პაპს, ხო? ამას ძალიან დიდი ხანი არ დაჭირა. ერთხელ ამოვიდა მგონი შავი ბოლი მხოლოდ და მერე პირდაპირ აირჩიეს. და ძალიან ისეთი პოლიტკორექტული გადაწყვეტილება გამოვიდა რა. თან აირჩიეს ამერიკელი, მაგრამ არ აირჩიეს ის, ვინც უნდოდა ტრამპს. აირჩიეს ლიბერალი. ძალიან საინტერესოა. არა, არც ლიბერალი. აი მოდი ამაზე გავიგე. ძალიან ზომიერი შუაში სწორი, რომელმაც არა, ფრანცისკის მიმდევარია და ხო, მაგრამ ძალიან ზომიერი. ყველაზე საინტერესო რა არის, რომ აი პაპის არჩევნებთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას შემდეგი რაღაც მოხდა ძალიან ესეთი საინტერესო გადაწყვეტილება. არ აირჩიეს არც ლიბერალი კუპიჩი და არც კონსერვატორი ტიმოთი დოლანი. აირჩიეს ზუსტად პროვოსტ მარტინესი, რომელიც ერთდროულად არის როგორც ამერიკელი, ასევე პერუელი ნატურალიზირებული. მოქალაქეობა მიღებული, დედით ესპანელი, ორენოვანი. ხო, იტალიელი ფრანკი, ამავე დროს რა არის საინტერესო. მას აქვს ორი ხარისხი მათემატიკაში და ფილოსოფიაში და პლუს არის კანონიკური სამართლის სპეციალისტი, ხო? ჩვენს მაყურებელს და მაყურებელს რო აუხსნა. რას ნიშნავს კანონიკური სამართალი? კანონიკური სამართალი არის საეკლესიო სამართალი, რომელიც არის ლათინურენს დაწერილი, ანუ მან იცის ლათინურ. ეს ძალიან დიდი იშვიათობაა სხვა შორის. აქედან გამომდინარე, ის თავის-თავში აერთიანებს ორ ამერიკას. ამერიკას გლობალური სამხრეთის გაგებით, მარტო სამხრეთ ამერიკის არ გულისხმობთ, რომ თუ ასე დავალაგებთ, რომ არის დასავლეთი და გლობალური სამხრეთი, ჩვენც ქართველები ჩერდივოთ გლობალურ სამხრეთში და არა დასავლეთში. ამ გაგებით ეს არის პაპი, რომელიც აირჩიეს მას ქვია როგორც კიდურესმა კონსერვატორებმა უწოდეს ნორმალური პაპი. პაპი, რომელიც გამოხატავს ტრადიციულ ფუნქციებს. მან დაიხურა ტიარა, მან მოიცვა ეს თავისი პეპლუმი, მან ჩაისვა წესიერი ფეხსაცმელი. გამოვიდა და პირველად იმღერა ლათინურად რეგინა წელი. ანუ ყველაფერი გააკეთა. აიღო პიუს მეცხრის ვატიკანის ცნობილი, როდესაც გარიბალდი დაამხო პაპის სახელმწიფო, საუკუნეების განმავლობაში პაპი იყო როგორც საკრალური, ასევე სეკულარული მმართველი, ხო? ვატიკანის ტყვე, ყველაზე დიდი პონტიფიკატი, მისი კვერთხი და მისი ჯვარი აიღო. ყველაფერი გააკეთა. და ასთავარე დაირქვა სახელად ლეო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი სახელია. თვითონ კი თქვა, რომ 13-ის გამო დავირქვიო, მაგრამ ბევრი ლეონ პირველი ჩვენთვის მართლმადიდებლებისთვის და ქართველებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რატომ? იმიტომ რომ სწორედ ლეონ პირველის გამო გაწყდა ურთიერთობა ქართველებსა და სომხებს შორის. ისინი აღმოჩნდნენ მონოფიზიტები, ლეონ პირველი დიდი და ჩვენ აღმოჩნდით მართლმადიდებელი კათოლიკეები. მაშინ ეს ერთი იგივე იყო. აქედან გამომდინარე, მან აი ეს 13-ვე ლეონი დაწყებული, ლეონ პირველი დიდი და რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანიც არის და ერთ-ერთი ეკლესიის მამა, სხვა შორის, ხო? აქედან გამომდინარე, ეს ადამიანი გამოხატავს ერთიანობას და ყველა მშვენივრით ამოისუნთქა. თომას მანს თავის არაჩვეულებრივ ესეში, რომელსაც ეწოდება ერთი რომანის რომანი, როგორც წერდა დოქტორ ფაუსტოს, რომელიც არანაკლებ აქედან წამოვიდა მე მთელი ჟანრი, როგორ დაიწერა დოქტორი ფაუსტოს, როგორ გადავიღეთ ბერტოლუჩის მეუცაუკუნეში, კარიერის საოცარი ადგილი, რუზველტის წავიდა ემიგრაციაში, თომას მანი გაიქცა ფაქტობრივად, მიიღეს და რუზველტის დროს მიიღო მოქალაქეობა და 54 წელია რუზველტი გარდაიცვალა.
და თომას მას დღიურში აქვს რაღაც საოცარი ადგილი. აი ძალიან აი ხო არის რაღაცა მაღალი ლიტერატურა, ну, თომას მან მაღალი ლიტერატურა, მაგრამ კიდევ ერთი მომენტია, როცა ეხდება რაღაცნაირი შეფასება მწერლის. და როცა რუზველტი გარდაიცვალა, უწერია ამერიკელმა ხალხმა შვებით ამოისუნთქაო, იმიტომ რომ ძალიან მაღალი სტანდარტები ჰქონდა და ძალიან ზევით ეზიდებოდა ამერიკელ ხალხს და მას უდიდესი ჩვეულებრივი ცხოვრება. ეს რა არის ჩვეულებრივი ადგილი. მე ესე ვიტყოდი, რომ ბენედიქტე მე-16 საოცარი ინტელექტუალური და ძალიან მძიმე პონტიფიკატის პერიოდში, როდესაც მას ყველაფერს ამრავლებდნენ ჰიტლერის პაპობიდან დაწყებული რაც, მაგრამ ვერავინ ვერ უარყოფდა მის ინტელექტუალურ ძალმოსილებას, მეორე მხრივ ღვთისგლახა ფრანცისკე, რომელიც იყო ნამდვილი ასკეტი და აბსოლუტურად აი ფეხებს უკოსნიდა უცხოტომელებს და მიგრანტებს და ციხეში მყოფ პატიმრებს, ხო? ამის მე მოვიდა ნორმალური პაპი, რომელიც გამოხატავს იმას, რაც არის დაწერილი. და რას თავარია მაინაიღო? არა μόνο ვიკიპედიაში, არამედ რაც არის დაწერილი ბრიტანეთში და რაც არის გაწერილი, აი როგორ უნდა იყოს პაპი. ანუ პაპი, რომელიც იღებს ყველა სიმბოლოს თავისთან. ეს ძალიან სერიოზული მომენტია. ყველა სიმბოლო აიღო ხელში, ლათინურად დაიწყო ლაპარაკი, თავის გუშინ 13 მაისია ჩვენთვის კათოლიკებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ფატიმის ღვთისმშობლის გამოსხადების დღე და ფატიმის ღვთისმშობელს მიმართა ესე რომ მე და ძალიან საინტერესოა მე რობერტ ფრენსის პრევოსტ მარტინესი ორივე გვარი ან დედის გვარი და მამის გვარი მოგმართავ წმინდა ღვთისმშობელო და პირველ შვიდობა და მთავარი უწყება სხვა შორის ამ ფატიმის ღვთისმშობლის იყო სწორედ რუსეთთან დაკავშირებით რომ აი რუსეთი უნდა აკურთხოს მამამ უწმინდესმა მამამ და ყველა წინასწარმეტყველება არის უკვე გამოქვეყნებული მოდი ესე ვთქვათ მე ამას მთელი გადაცემა მქონდა მთელი 4 წელს განმავლობაში ხანმოკლე მე-20 საუკუნე, სადაც სწორედ ფატიმის ჭიდლში განვიხილავდი მე-20 საუკუნეს და ფატიმის უწყებაზე პატარა ესე მაგ დაწერილი ეპისკოპოსის ლოს ვაკურთხებით. ძალიან ბევრი სხვადასხვა ინტერპრეტაცია არსებობს, მაგრამ მთავარი მომენტი არის ის, რომ აი გუშინ იყო 13 მაისი. 1991 წლის 13 მაისს რუსეთის საბჭოთა საქართველოს უდიდესი დღე. დინამომ დაამარცხა იანის კალცაის 2-1 ზუსტად იმ დღეს ესროლეს იოანე პავლე მეორეს რომელიც იყო ნაცინასწარმეტყველები ამ ფატიმას უწყებაში ღვთისმშობელმა 1917 წლის 13 მაისს როდესაც ფატიმაში პორტუგალიაში პირველად გამოეცხადა სამ ბავშვს ლუსიას ფრანშიშკოს და ჟაშინტას უთხრა ამ ბავშვებმა პორტუგალების გარდა არცერთი არ იცოდნენ და პირველი გამოცხადება იყო ზუსტად 13 მაისს და ისინა ღვთისმშობელმა სამი უწყება მოგვცა მაშინ რომელიც იყო დაშიფრული 1991 წლამდე 1990 ერთ-ერთი იყო რომ პაპის სიკვდილი არა assassination მოკლა და იოანე პავლე მეორე რომელსაც ესროლეს გახსნა და ზუსტად იყო ესროლეს იმ დღეს როდესაც მოხდა პირველი გამოცხადება ის არავინ არ იცოდა ის იყო დაშიფრული ლუსიას მიერ ორი უკვე მკვდარი იყო სხვაჩას მე ვიყავი ფატიმაში აი სადაც ესენი დაიბადნენ ნუ ხა დღის დიდი მოულოცველობის ადგილია მაგრამ ის ადგილი არის და აბსოლუტური სიღატაკე აი მეორეჯერ ეგეთი განცდა მქონდა ჩარგალში ვაჟას სახლი რომ ნახე აი სადგა ყურესა ამ ქვეყნისასა და ღვთისმშობელი სადღაც ღვთისგან დაკარგულ ქვეყანაში აი ეს ბავშვები არიან ტყემსები 11-12 წლის ბავშვები უღატაკესი პორტუგალიის ყველაზე ღატაკი ადგილი და იქ გამოეცხადა ღვთისმშობელი სხვა შორის ეს დაიწყო ჯერ კიდე მე-16 საუკუნეში აცტეკ დიეგოს გამოეცხადა გვადალუპეში ანუ მანამით რა თქვა რომ მე ვარ ყველგან კარგი, მოდი გურამ, ჩვენ გვჩება ძალიან ცოტა დრო და მე მაინტერესებს შენი აზრი რასთან დაკავშირებით. მოკლედ, გასაგებია რაც ხდება ახლა იქ რუსეთთან მიმართებაში, არის ალბათ დიდი ვაჭრობა გაჩაღებული იგივე ამერიკელებთან, ევროპელებთან ცალკე და პრინციპში აქ ერთი პრობლემა არის. ანუ ის ტერიტორიები რაც არის შესული კონსტიტუციაში
ამ ტერიტორიების დაპყრობაზე არის საუბარი. ხა ისე არავინ არ დაუთმობს ამ ტერიტორიებს და ერთი წუთით დაპყრობაზე თუ გაფორმებაზე? გაფორმებაზე, რა თქმა უნდა. მეორე არის ის, რომ ცდილობს ახლო აღმოსავლეთში რაღაც წესრიგი დაამყაროს, ისე რომ ისრაელი და სირია და მაგალითად იქ რაღაც სხვა ქვეყნები აქმნიდნენ პრობლემებს და ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენი ეს დერეფანი, კავკასია, ვიწრო ყელი, რომელიც პრინციპში რუსების და ამერიკელების გარიგების შემთხვევაში ჩინეთს შეიძლება ალტერნატივის გარეშე დარჩეს რა. შენი აზრი მაინტერესებს. კონგრესში როდესაც ამ მეგობარი აქტს იღებდა, ცხადია რომ ტრამპმა იცოდა, ცხადია რომ ადმინისტრაციამ იცოდა, რატომ აკეთებს? იგივე რეალ პოლიტიკია და აქ არ აინტერესებს არც ღირებულებითი რაღაც დათესაობა, არც ის რომ ესე იგი აი ეს რაც კობახიძეს პრემიერ-მინისტრის წელში იყო გამოქვეყნებული, რომ ეს მესიჯ ბოქსი რომელიც თქვენ გაქვთ, მანამდე სანამ თქვენ მოხვიდოდით, ჩვენ ვამბობდით ამას სულ და რატომ გვექცევით ასე უსამართლოდ? აი მე მაინტერესებს აქ ტრამპის რითი ხელმძღვანელობს ტრამპი ისე გეოპოლიტიკით და რეალური პოლიტიკით თუ როგორც საქართველოს არის ეპშტეინის კუნძულის ანტიპოდი რა ეს არის პატარა კუნძული აქეთ ხო ხტები სადაც საერთოდ სხვა კანონზომიერები მართავს ჩვენ არა გვაქვს არაფერი ჩვენ ვხედავთ რომ აი შეიკრიბა არაბული სამყარო და მას შესთავაზეს ტრილიონი ევროპაში არის ის ბაზარი ევროპაში არის ენერგეტიკა უკრაინის თელმი ანუ ყველა რაღაცა როგორც აი მოგვები მიართმევენ რაღაც ძღვენს ზუსტად ესე აზრებს ყველა რაღაც საქართველოს ეს არაფერი არაა გარდა თავისი მტკიცე რწმენისა როგორც იყო ლეონ პირველის დროს ხო და ეს რაღაცა ისტორია 1000 წლების განმავლობაში ესე მეორდება და ჩვენ ზუსტად ეს წერია იმ წერილში ჩვენ გვაქვს ეს ღირებულება რომელიც ერთ-ერთში ემთხვევა აქედან გამომდინარე აუხსნელია ის დამოკიდებულება რა ჩვენ გვაქვს იმიტომ რომ ჩვენ სამომხმარებლო დამოკიდებულებით თუ გინდათ საქართველოს აქედან ვერაფერს ვერ წაიღებ და ჩვენც ვერსად ვერ წავალთ ეს არ არის ღაზას სექტორი რომ მოდი მე ყველას გადავასახლებ და შემდეგ იქიდან გამოვძერწავ რაღაცა რივიერას ხო ჩვენ აქ ვართ და სწორედ ეს იყო ამ წერილში წარმოთქმული ნათქვამი რომ ან ესე იქნება ან მაშინ ჩვენ გვჭირდება რომ რაღაცნაირად პასუხი გავიგოთ იმიტომ რომ თუკი ერთი წელია მიმდინარეობს მაგალითად იგივე თუნდაც ხო პატარა დეტალია არაკლიის პროექტი სადღაც ეს უნდა გაფორმდეს და უნდა დაიწყოს ამიტომ თქვენ დროზე ღირებულებით თანხმდა არსებობს თქვენ ამას ან აღიარებთ ან უნდა ჩამოყალიბდეთ რა გინდათ აქედან და როგორ გინდათ რა მიმართულებით გინდათ რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს გასაგებია რომ შეიძლება ტრამპმა იცოდა გასაგებია რომ ის თავისი რაღაცა ესეთი პროტესტანტული მიდგომით შეძლო აქ აძვირებდეს რაღაცა ფასს. გასაგებია რომ მან იცის რომ ეს დრო გადის და მას სიტყვაზე ამ კუთხით არც და არ ეჩქარება. ჩვენთან არის არჩევნები, ჩვენ გვჭირდება საზოგადოებრივი თანხმობა. აი არჩევნების წიაღში დაბრუნება და ეს უაზრო პროტესტი და წერილში ესეც იყო ნახსენები, როდემდე შეიძლება ეს გრძელდებოდეს, ხო? თუ ძალადობრივად არ გადადის, ჩვენ ამ პროტესტის საშუალებას ვაძლევთ. და ეს პროტესტი იმართება, მაგრამ ესე შეიძლება მუდმივად გაგრძელდეს. ფაქტია, რომ ჩვენ დღეს ვიღებთ რეჟიმს, რომელიც ამ ნავთს დასხავს და საკვებს აძლევს. აი ამ პროტესტს და ეს არჩევნების თარიღი ახლოვდება. შესაბამისად ეს წერილი იყო კიდევ ერთი შეხსენება იმისათვის, რომ იცი რა არის დრო თუ თქვენთვის გადის, მას ხო ეჩქარებოდა 100 დღის განმავლობაში მოესწრო. მას ხო ეჩქარება ეხაცა უკრაინის კონფლიქტი დაამთავროს. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ამ 2025 წელს ეს ცვლილებები აქ აისახოს, მაგრამ ჩვენი მტკიცე რწმენის გარდა ესე ვთქვათ და იმ ერთგულების გარდა და რაც არგუმენტაცია წერილში იყო მოყვანილი, ჩვენ ვერაფერს ვერ შევთავაზებთ მას, იმიტომ რომ ჩვენ 1000 წლები გვაქვს აქ ნაცხოვრები და არ ვაპირებთ ვთქვათ არსად წასვლას. და აქედან გამომდინარე თავაზობთ ამ ხელს, როგორც თავის დროზე დადიოდნენ დასავლეთში ქართველი დიპლომატები იქ არა ჩამოქონდა სხვადასხვა დროს საკითხავია, მაგრამ ეს ისტორია გრძელდება რა და საქართველოს ისტორია ზუსტად ამგვარად გაგრძელდება ამერიკით ან მის გარეშე. უღრმესი მადლობა გურამ, უღრმესი მადლობა ზაზა, როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი და ძალიან საინტერესო მსჯელობისთვის. ვემშვიდობები ჩვენ სტუმრებს ერთი კვირით, ხოლო თქვენ ჩემო მსმენელო ორი დღით პარასკევს კვლავ შევხვდებით უკვე დიდ სივრცეში რა თქმა უნდა ამდენად ყველაფერი იქნება კარგად იყავით კარგად სულ კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის